მოგესალმებით. შუადღე მშვიდობის. მე მგონი ცუდი ადგილი მაქვს ვიდეოს გადასაღებად არჩეული და რატო გადავეკიდე ამ ადგილს არ ვიცი. ერთი ოთახია მთლიანი სახლი, მაგრამ სხვა მხრიდან ხო შეიძლება რომ გადაიღო ვიდეო აქედან ნახევარი სახე არ მიჩანს. კი ბატონო. აი ვზივარ გემრიელად და აღარ შეუბრუნდები, არაფრის თავი არ მაქვს. მოკლედ ისეთი გადაღლილი ვარ ხალხო. აი ახლა დღეს და ხვალ ვისვენებ სამსახურიდან და აი ეს ორი დღე უნდა დავისვენო როგორ კარგად, იცით? ძალიან კარგად. ანუ ერთი დღე რო ვისვენებდი, მაშინაც ისე კარგად დამისვენია ის ერთი დღე, რომ მომისწრია ყველაფერი და ძალიან ენერგიული წავსულ ვარ სამსახურში, მაგრამ ეხლა ისეთი გადაღლილი ვარ ეს ორი დღე, არ ვიცი, არ მგონია წესით რომ ეყოს, მაგრამ ძალიან კარგია რომ ორი დღე ვისვენებ რა. ანუ კარგად გამოვიძინე, მართლა 2 საათზე ავდექი, მაგრამ გუშინაც გვიან დავიძინე. იმიტომ რომ ესა რა ქვია, ძალიან დატვირთული გრაფიკის, დატვირთული კვირის მერე მართლა ვერაფრისთვის ვერ ვიცლიდი და გუში რომ მოვედი სახლშიდან. ანუ როგორია, იყვიძებ სამსახურში მიდიხარ და ესა რომ მოდიხარ სახლში, იცი რომ დილას გასასვლელი ხარ და ადრე იძინებ. ვცდილობ რომ რაც შეიძლება ადრე დაიძინო და გუშინ რომ ვიცოდი რომ დღეს ადრე არ ვიყავი გასაღვიძებელი, ესა რა ქვია, აბანო გავხეხე, კარგად გავაწკრიალე, ხელსაბანი კრანი, უნიტაზი, ესა რა ქვია, ჩვეულებრივი კრანი, ყველაფერი გავრეცხე, გავხეხე, სამზარეულოც ცოტათი მივალაგე და ეხლა დღეს კიდე ცოტა ხელის შევლება ჭირდება ამ ოთახს რა, სამზარეულოს. ხო და არა უშავს. ანუ ჯერჯერობით მაინც ვერ ვგრძნობ თავს გამოძინებულად და დასვენებულად, იმიტომ რომ აი ხო გავიღვიძე ახლა, ახალ გაღვიძებულზე ხო ენერგიებით აღსავსე უნდა იყო, მაგრამ როგორი მოთენთილი ვარ, იცი? აი ხელები, ფეხები მოდუნებული მაქვს, უბრალოდ როგორ იცი? აი აქედან აქამდე ვგრძნობ, რომ ხელებს რო ვამოძრავებ, მოდუნებული ვარ რა, ყველაფერი მტკივა. ანუ ისეთ არაფერს არ ვაკეთებ ხალხო, მაგრამ არ ვიცი რა მღლის ესე მარტივად და რა მადუნებს მე ვერ გავიგე, უბრალოდ აი უბრალოდ ეს ორი დღე კარგად უნდა დავისვენო და კიდევ თქვენი დახმარება მჭირდება. რაში იცით? გამოცდილი ხალხი ვინც ხართ? ეს რაღაცა დებილობა ყავა ვიყიდე, ვიცოდი რომ არ ვარგო და მაგრამ ჯერ ხო ნალექია მარტო ნახევარი ჭიქა და ისეთი მწარეა, რომ რა ვიცი, საშინელი. თავი დავიბანე გუშინ და კი მესწრობა რომ გაჩეჩილი ვარ ისევ როგორც წინაზე ვიყავი. ხო, სამსახურის შეცვლა მინდა. აუცილებლად. ესე იგი 6 თვე თუ 7 თვე ვიმუშავე მოლარე კონსულტანტად სპარში. მე ჩემი ადმინისტრატორი წავიდა სამსახურიდან, დედა ჩემი მირეკავს, მაგრამ ცოტა ხანი მოიცდის და ესა რა ქვია, დამაწინაურეს მე, ჩემი ნებასურვილი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა ადმინისტრატორობა და სხვათა შორის იმაზე ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. თავიდან სანამ პროგრამას ვისწავლიდი, სანამ ისა, მარტივი იყო, მაგრამ მერე ადმინისტრატორი რო ხარ, პასუხისმგებელი პირი ხარ ძალიან ბევრ რამეზე და რავი, ძალიან ბევრი მოგეთხოვება და
მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ ესე ერთ თვეში გამიჩნდებოდა სურვილი განცხადება დამეწერა და წამოსულიყავი. მაგრამ აი როგორი პიროვნება ვარ, იცით? აი მინდა რომ მართლა მთელი გულით მინდა რომ ერთ ადგილას სიმშვიდე მოვიპოვო. ჩემფისო მოვიდა. მინდა რომ ერთ ადგილას მოვეწყო, თუნდაც სამსახური, უნივერსიტეტი. ეს ვინ არის კაცო? ვიღაცა სხვა კატა აპირებდა შემოძრომას აქ. საჭმელი ეგულება ალბათ. და ეს რა ქვია, გაყო თავი პანჯარაში. ანუ სამსახურიდან რომ მივდივარ ხოლმე, ფისოს ვუტოვებ თეფშზე დაყრილ იმას პედიქს ბლომად, იმიტომ რომ დილიდან საღამომდე როცა არა ვარ სახლში, თეფშზე ვუყრი პედიქს და თან პანჯარას ვუტოვებ ცოტათი შეღებულს. რომ გასვლამ რომ მოუნდეს, შემოსვლა რომ მოუნდეს, პანჯრიდან გავა შემოვარო, ცოდვა არა, ჩაკეტილი რო არ იყოს მთელი დღე ოთახში. ხო და ახლა სახში რო ვარ. დილას ერთი კატა შემოძრა აქეთა პანჯრიდან, ეხლა მეორე კატა შემოძრა, ჩემი კატა მგონია და ამ დროს ჩემი კატა სახში არაა და თურმე სხვა კატები უჭამენ საჭმელს. ოხრები. ხო და აი მინდა რომ ყოველთვის მირჩევნია რომ ერთ ადგილას მოვეწყო სიმშვიდეში, სიწყნარეში, ანუ ერთი სამსახური მქონდეს, ისეთი რომ სტაბილური მომწონდეს, ერთი უნივერსიტეტი. ამიჯდა როგორც იქნა. ამათი სატენები ყველა საციცავად მოყვა დამტენი, მაგრამ სად წავიღე არ ვიცი და როგორც იქნა ვამბობდი რომ ოდესღაც დამიჯდებოდა. როგორც იქნა დაჭდა და სამწუხაროდ მიწევს ვიდეოს გაგრძელება მიკროფონის გარეშე და ცოტას მოვწევ ესე და მაპატიეთ ხანდახან თუ გაწყდა ესე ვთქვათ ხმა, იმიტომ რომ ეგ პრობლემა აქვს ამ ტელეფონს. შესაბამისად, რადგანაც მიყვარს ეს ერთ ადგილას გემრიელად მოწყობა და ერთ ადგილას ისა, მოკლედ ყოფნა, ძალიან მიჭირს ახალი გადაწყვეტილებების მიღება. ანუ მე რომ ამ სამსახურში რაღაცით კმაყოფილი ვერ ვიყავი და რაღაცა რომ გადავწყვიტე ესე ვთქვათ განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, ეხლაც ჯერ არ მithქვამს მენეჯერზე რომ მივდივარ სამსახურიდან, ეხლაც პატარა ბიძგი მინდა რომ მითხრან რატომ მიდიხარ არ წახვიდე და დავრჩები, ანუ ძალიან მიჭირს, ძალიან გული მწყდება რაღაცნაირად რომ მივდივარ მაგ სამსახურს რომ ვტოვებ, მაგრამ ასევე მეფიქრება იმაზე რომ სხვა სამსახური აი რო ვერ ვიშოვო, სხვა რო არ მომეწონოს, ისა ესა ძალიან ბევრი საფიქრალი მაქვს, მაგრამ რეალურად ადამიანს არ უნდა გეშინოდეს რა, სიახლეების უნდა მიიღო. თუ კარგი იქნება, კი ბატონო მიიღე და იქნება შენთან ერთად, მაგრამ თუ არ მოგეწონება, ისევ გაუშვებ, ანუ ეხლა ადამიანი ცხოვრებაში რამდენ სამსახურს გამოიცვლი, ხო? პირიქით ეს უკეთესიც არის. სპარში მუშაობას მე ყოველთვის შევძლებ, იმიტომ რომ სპარში სულ ჭირდებათ ეს ექსელურ მაღაზიებში სულ ჭირდებათ კადრი, იმიტომ რომ ვიღაცა მოვა ძალიან ცოტა ხანი გაჩერდება, გაუძლებს ამ სამსახურს და მერე მიდის რა უბრალოდ. ხო და არ უნდა იყოს ჩემთვის ეგ პრობლემა, რომ სპარიდან წავიდე, მაგრამ იქ მართლა თავიდანვე ისეთი მეგობრული გარემო დამხვდა, თანამშრომლები ისე დავმეგობრდით ერთმანეთთან, ისე კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ რაღაცნაირად ეგ ფაქტი მაკავებს. მაგრამ ყველა წავიდა ნელ-ნელა, მე რომ მოვედი ერთი უკვე ერთ კვირაში წავიდა, მერე მეორე წავიდა, მესამე, მეოთხე და 5 კადრი წავიდა სულ, ანუ ხო და ვეძებ მოკლედ აუცილებლად ვიცი რომ სპარში მაღაზიაში არ უნდა გავჩერდე,
უნდა დავწერო განცხადება და წავიდე და ისიც ვიცი, რომ ჩემი მიღებული გადაწყვეტილება არავინ და არაფერმა არ უნდა გადამაფიქრებიოს, ესე ვთქვათ. და ვიცი ასევე ისიც, რომ მე რო ეხლა დავრჩე სპარში, რამოდენიმე თვის მერე უფრო მეტად ვინანებ, რომ იმ პერიოდში უნდა წავსულიყავი თქო ვიტყვი. იმიტომ რომ რაღაცეები მაინც მერე და მერე უფრო არ მომეწონება რაღაცეები და მაინც მომიწევს წამოსვლა სპარიდან. ხო და ესე იგი, ახალგაზრდა გოგოებს, ბიჭებს რო ვუყურებ, სტუდენტებს, რაღაცა სკოლის მოსწავლეებსაც კი ისეთ კარგ ადგილებში მუშაობენ, კაფეებში, რესტორნებში და მე რატო უნდა შემეშინდეს სპარიდან წამოსვლა რა? ძალიან ბევრი არის ისეთი სამსახურები, სადაც შევძლებ მუშაობას. და თქვენგან ამიტომ ჭირდება რჩევები, რომ ანუ 8 საათიანი გრაფიკი მინდა, კვირაში 5 დღე, მაქსიმუმ 6 დღე, რო გავქაჩო. 7-8 საათი გრაფიკი. მირჩევნია კი ამ გრაფიკის ძალიან დაბალი ანაზღაურებებია, მაგრამ მირჩევნია, რომ ეხლა 800 ლარი მაინც უნდა მქონდეს მინიმუმ ხელფასი. ისე უბრალოდ გამორიცხულია. მირჩევნია 800-900 ლარი მქონდეს ხელფასი და ეს გრაფიკი მქონდეს, ვიდრე სპარში 1100 ლარი მქონდეს ხელფასი და გრაფიკი არ არსებობდეს. ანუ კი სპარის ხელფასი რა თქმა უნდა მომწონს. ჯერ არ ამიღია ესე მოლარე კონსულტანტი რო ვიყავი, ძალიან დაბალ ხელფასს ვიღებდი მართლა. ყველაზე ბევრი რაც ავიღე 700 ლარი იყო, 750, მეტი მე არ ამიღია და ეხლა ადმინისტრატორობის პერიოდში მე რომ მოლარე ვიყავი, თვის ბოლოს 10 დღე გადავედი ადმინისტრატორად და ის მოლარის საათები და ადმინისტრატორის საათები რო დაჯამდა, ცოტათი მეტი ჩამერიცხა, ვიდრე მოლარე კონსულტანტის პერიოდში. ანუ 700 ლარი ჩამერიცხა და ადმინისტრატორის ხელფასი ჯერ არ ამიღია. მალე ავიღებ, მაგრამ მინიმუმ 1100 ლარი უნდა გამოვიდეს. თუმცა არ მიღირს. არ არის რა, მე მირჩენია მქონდეს კონკრეტული ერთი საქმე. ერთი საქმე არც ერთ სამსახურში არ გექნება, მაგრამ 5 იყოს თუნდაც. როცა მუშაობ კვების ობიექტზე, შენ იცი, რომ კარფრი კარტოფილი უნდა შეწვა, ლორი უნდა შეწვა, დაჭრა, რაღაცა ჰოტდოგი უნდა ააწყო და შენ კონკრეტულად ეს 3 ან ეს 5 საქმე გავალია და მაღაზიაში, სპარში არ არსებობს რა შენ რო გავალია. ანუ იმან თუ არ გააკეთა, შენ უნდა გააკეთო მაინც, იმიტომ რომ ადმინისტრატორი ხარ და პასუხისმგებელი პირი ხარ. რაღაცა თუნდაც მომხმარებელს შორის, მომხმარებელს თუ რამე პრეტენზია ექნება ან რაღაცა, მოკლედ რა, აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ არ შემიძლია მე ეს გრაფიკი და ეს დატვირთვა. ანუ გრაფიკია სპარში 6 დღე თვეში, 6 დღე უნდა იყო დილიდან საღამომდე, 4 დღე დილიდან თვეში 6 დღე უნდა იყო დილიდან საღამომდე, 4 დღე დასვენება გაქვს, 20 დღე 7 საათიანი გრაფიკი. ამ გრაფიკში წერია წესით 1100 ლარი, მაგრამ არ ამგონია რომ ამ გრაფიკით 1100 ლარი გამოდიოდეს. პლუს ამას ქსელურ მაღაზიებში დანაკლისები გეჭრება, რაღაცეები გეჭრება. ხო და ამ გრაფიკს კიდე არ აუშავს, მაგრამ ზოგადად არის ისეთი სიტუაცია, რომ როცა გაუჭირდება ან კადრი არ ყავს ან რაღაცა, შენ უნდა გახვიდე რა. ანუ ეს არის გვერდში დგომა ადამიანური, ელემენტარული, რომ თანამშრომლები ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. მეც ანალოგიურად რომ 1 საათი მაგვიანდებოდეს ან რაღაცა ვერ გავდიოდე, მეც ანალოგიურად მენეჯერი დამიდგება გვერდში და თანამშრომელი დამიდგება გვერდში.
მაგრამ მე ეს არეული გრაფიკი უბრალოდ არ შემიძლია. კი, გვერდში და უდექი ძალიან ბევრჯერ დავეხმარე და ესე ვთქვათ, დაუდექი გვერდში, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ მე მივხვდი, რომ არ შემიძლია ეს არეული სიტუაცია, არეული გრაფიკი და ვფიქრობ ანუ ეხლა ხვალაც ვისვენებ და ზეგრომილ სამსახურში დავწერ განცხადებას, ერთი თვე მაქვს მეგობრებო დრო, რომ ვიშოვო ახალი სამსახური, იმიტომ რომ ქსელურ მაღაზიებს აქვთ ესეთი წესი, არ ვიცი ეს რა საშინელება წესია, მაგრამ განცხადებას რომ დაწერ, ერთი თვე უნდა იმუშაო და ერთი თვის მერე მიდიხარ სამსახურში. ანუ იმდენად უჭირთ კადრის შოვნა, რომ ერთი თვე აჩერებენ კადრს, რომ ახალი შემცვლელი კადრი მოიყვანონ. ეგ არის მთავარი პრობლემა ამათი. ხო და ასე რომ ეს ერთი თვე უნდა ვიშოვო სამსახური. ვიფიქრე ძალიან ბევრი რაღაც მინისოში, რა ქვია, მინისოს კონსულტანტი, კიდევ არის ლუკა პოლარე როასანაყინე, თოლია როასანაყინე, მაგრამ სეზონზე ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ლუკა პოლარესაც და თოლიასაც, იმიტომ რომ მათი მთავარი ეს არის ნაყინი, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მაგათ. კიდევ აქ ქარვასლაში არის ყავის მაღაზია სისაური რა, სადაც რავი ფქვავენ ყავას, აკეთებენ კიდევაც და ძალიან მომწონს. თან ერთი კადრი არ არის ხოლმე მარტო. პატარა ბუტკაა ესეთი ყავის და 2 ან 3 კადრია ხოლმე. მე როგორც დავაკვირდი, ერთი კადრი არასდროს არ არის მაგ მაღაზიაში. ხოლო დღეს მინდა მანდ გასვლა, ვიკითხავ ვაკანსია თუ არის თბილისის ცენტრალშიც რაღაცა დავივლი ცოტა ადგილებს, იქ ზუმერში შევალ, ვიკითხავ ვაკანსია თუ არის. ზუმერშიც ძალიან მომწონს ის, რომ ძალიან ბევრი კონსულტანტია რა, მართლა. ერთხელ შევედით მე და ჩემმა მეგობარმა უბრალოდ ტელეფონების დასათვალიერებლად და ყველა დახლთან 2 კონსულტანტი იდგა, სულ ახალგაზრდა გოგო ბიჭები და უბრალოდ ძალიან კარგია რა, ვფიქრობ, რომ ფიზიკური დატვირთვა ნაკლებია მაგ სამსახურში, მაგრამ როგორც გავიგე, ის არის პრობლემა, რომ ნახევარი განაკვეთი არ აქვთ. ანუ დილიდან საღამომდე უნდა იყო, ოღონდ ყოველ მეორე დღეს ალბათ. ანაზღაურებაც ძალიან კარგი აქვს ზუმერს, მაგრამ ეგრე არ მაწყობს მე, რომ ყოველ მეორე დღეს რო ვიყო მთელი დღე. მთელი დღე არ შემიძლია. არიდან იმიტომ მივდივარ, რომ რატომ მივდივარ სპარიდან? რაღაცა უნდა მეთქვა ეხლა. ხო რა, საკუთარი თავისთვის ვერ მოვიცალე, მართლა ერთი თვეა, რაც ადმინისტრატორად გადავედი, საკუთარი თავისთვის ვერ მოვიცალე, რომ ელემენტარული სახში რომ მოხვალ და გქონდეს იმის დრო, რომ თავი მოიწესრიგო, ძილი არასდროს არ მყოფნის, უნივერსიტეტში სიარულზე ზედმეტია საუბარი, ანუ ისეთი სამსახური მინდა, რომ ღამე დაახლოებით 3, შუა დღის 3-4 საათიდან ესე 11-მდე ცალია. მაგ იმითი გრაფიკით მინდა სამსახური შუა დღიდან საღამომდე, რომ დილა ადამიანურად გაღვიძებას შევეჩვიო, უნივერსიტეტში წავიდე, უნივერსიტეტის მერეც ცოტა დრო დამჩეს და საღამოს ვიყო სამსახურში. სამსახურის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. იმიტომ რომ არ მიყვარს ვიღაცაზე დამოკიდებული რო ხარ რა. რამდენი სტუდენტი გოგო ბიჭები არიან, რომლებიც მშობლებზე არიან დამოკიდებული. არ მუშაობენ, არ სწავლობენ კი არა და არ მუშაობენ. ნუ ზოგს აქვს ის გამართლება, რომ როცა მუშაობ, სწავლისთვის დრო არ რჩება და ვერ ახერხებ. ეგეც მართალია ნაწილობრივ სიმართლე გითხრათ, მაგრამ არიან გოგო ბიჭები, რომლებიც ბეჯითად
მუშაობენ კიდევაც და სწავლითაც იდეალურად სწავლობენ. მე დედაჩემს რო უთხრა, მამაჩემს რო უთხრა, რომ უბრალოდ დავიღალე და სიტყვაზე ერთი თვე ვერ ვიმუშავებ და უნდა დავისვენო, განა უარს მეტყვიან? არანაირად. ყველანაირად დამიდგებიან გვერდში, მაგრამ მე არ შემიძლია სხვაზე დამოკიდებულება. ისედაც როცა ვიცი, რომ დედაჩემი და მამაჩემი ჩემთვის და ჩემი ძმისთვის შრომობენ, მე ამ პერიოდში, როცა შემიძლია, რომ ჩემი შრომით მქონდეს საკუთარი შემოსავალი, ჩემ მშობლებს რატომ მოვაკლებ, ხო? როცა ისინი ისედაც ჩემთვის აკეთებენ. ხო და ამიტომ სამსახურის გარეშე არ შემიძლია მე. იმიტომ რომ მინდა რომ ჩემით საკუთარი შემოსავალი მქონდეს პირველ რიგში საკუთარი ფული. იმიტომ რომ როცა გაქვს საკუთარი ფული, ხარჯავ შენს გემოზე, ისე როგორც გინდა. მეტი გაქვს, მით უფრო მეტს ხარჯავ, მაგრამ ეხლა ეს ორი თვე, ანუ ეხლა მალე ავიღებ ადმინისტრატორობის პირველი თვის ხელფასს და ის მეორე თვე კიდე რაც სპარში მომიწევს ყოფნა, მაგასაც ცოტა მოუფრთხილდები ამ ორი თვის ხელფასს, ცოტა ხარჯვას მოუკლებ, თორე რაც მეტი გაქვს, მით მეტს ხარჯავ, ზოგადად ეგ ეგრეა და რა ვიცი, შეიძლება სანამ ახალი სამსახური დავიწყო, მანამდე უბრალოდ ერთი კვირა წავიდე სოფელში და დავისვენო, მაგრამ არ ამგონია. ანუ მთავარია ვიპოვო ახალი სამსახური ჩემთვის მორგებული გრაფიკით. დავიწყე უკვე სამსახურების ძებნა და რავი, თუ რამე იცით ესეთი სტუდენტური ვაკანსიები მირჩიეთ მეგობრებო, იმიტომ რომ რასაც ვიტყვი რომ აქ ვიწყებ მუშაობას, კომენტარებში მიწერთ ეს რთულია, ეს ისეთია, ეს ესეთია, ყველაფერი რაც გითხარით და რაც გაგიზიარეთ, ეს ძალიან რთულია და ისა რა გაგიჭირდება. ანუ ეგეთი კომენტარები მხვდება და მარტივი არაფერი არაა, ვიცი მეგობრებო, რომ ზოგადად რთულია ყველაფერი, მუშაობა რთულია. მაგრამ რას ვიზავთ? ასე რომ ჩემო კარგებო, წავედი ახლა. ზოგადად ჯობია რომ დღეს არსად არ გავსულიყავი უბრალოდ და არაფერი არ მეკეთებინა და დამესვენა. მართლა იმდენად წართმეული მაქვს ხელფეხი და იმდენად წართმეული მაქვს ძალა, რომ დასვენება მჭირდება, მაგრამ მაინც არ ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს, რომ დასვენების უფლებას არ ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს. ეხლა 4 საათია უკვე და ბარემ ჯობია რომ გავიდე, ძალიან კი მეზარება, მაგრამ რაღაცა ვაკანსიები ვიკითხო ჯობია, იმიტომ რომ ესე ონლაინ ვერაფერი ვერ ვნახე წესიერი. ჯობია რომ ადგილზე მივიდე და ადგილზე გავერკვიო ყველაფერს და რაღაცას ვნახავ ამ ერთ თვეში რა. ისე როგორ იქნება რომ უმუშევარი ვიჩნე. ანუ ფიქრობ რომ ჩემნაირი მონდომებული ბიჭი იმსახურებს რომ რაღაცა უკეთესი მომავალი შეიქმნას, ესე ვთქვათ, და უკეთესი სამსახურიც ნახოს. ასე რომ არაფერი არაა გულდასაწყვეტი იმაში, რომ გამოურბიხარ სიტუაციას, რა სიტუაციაც არ მოგწონს და რა სიტუაციაც არ გსიამოვნებს. ანუ მინდა ისეთ სამსახურში დავიწყო მუშაობა, სადაც შენთვის სასიამოვნო საქმეს გააკეთებ და ამ საქმის კეთებისაც სამუშაო საათების დროც მალე გავა. და ეგეთი სამსახური არის ან კულინარია უნდა იყოს, რომ საჭმელების კეთება მიწევდეს სამსახურში, ან უნდა იყოს კაფე, სადაც ესე ვთქვათ, ყავის სხვადასხვა სახეობებთან მექნება შეხება, იმიტომ რომ ყავებზე უბრალოდ გიждები და ეგეთი სამსახური არის სისაური, ყავის ის რა ქვია, რო გითხარით, ანუ ყავას ვქავენ და აკეთებენ თქო. ხო და ეს არის რა, მინდა რომ თან ისეთი სამსახური ვნახო, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდე, რომ ნაკლებად ვიღლებოდე და მეტად მალე გადიოდეს დრო სასიამოვნოდ.
გავიწელები ახლა და YouTube მერე იმ გაწელილ ფოტოს დაადებს ვიდეოს. აი ესე რომ კრავის მორები და პირი რო ღიამაკ და ზუსტად მაგ ფოტოს ამოარჩევს YouTube რომ ვიდეოს დაადოს თავარ იმაზე ფონზე. წავედი ახლა მეგობრებო. ენერგიები მოვიკრიბო. სული მოვითქვა და რა ვიციებო. მაგრამ თქვენ კიდე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი მხრიდან წამოვა ძალიან ბევრი რჩევები სამსახურის მხრივ. გუშინ გავაკეთე CV. იმიტომ რომ ძალიან ბევრგან ითხოვენ CV-ს. დიდათ არ მომწონს ჩემი CV. მაგრამ არა უშავს რა. მშვენიერია. ასე რომ აბა დროებით და გელოდებით კომენტარებში გამოუშვით რჩევები. მე ვეცდები რომ ეს ვიდეო დღესვე ავტვირთო. მოვედი. წინა კამერას არ ვიცი რა ჭირს, ესა დავარდნისას ალბათ სამწუხაროდ ეკრანიც გატყდა. მარტო ან შეიძლება უბრალოდ ბრონის ბზარი აშავებს, მაგრამ ძალიან ისე საყვარლობა რაღაცა მისტიურად გამოიყურება რა ისე მეგობრ. ესე იგი ვიყავი ჩასული დაბლა, მოვიარე თბილისი, ცენტრალი, ქარვასლა, რავი, იმაში ბიბლუსში ვიყავი, ტექნიკის მაღაზიებში ვიყავი, რაღაცა ეგერ-აგერ იქეთ-აქეთ და ვაკანსიები არსად არ არის. აუგუსტი არის კიდე აქ, ძალიან საყვარლობა კაფეა, ძალიან მომწონს. პატარა კაფეა, რავი, ტკბილეული ყავები, ესენი ყველაფერი აქვთ. მანდაც ნომერი დავტოვე, არ არის დიდი ხნის გახსნილი. მე მგონი თებერვალში გაიხსნა. ხო და არა მგონია ეგეთ პატარა იმაში კაფეში კადრი ჭირდებოდეთ, მაგრამ მე მაინც დავტოვე ნომერი. ხო და რავი, ამ ეტაპზე მოვიფიქრე, რომ დავრჩები კიდევ ცოტა ხნით იქ, სადაც ვარ. შეიძლება რაღაც პერიოდის მერე ვინანო კიდეც. იმიტომ რომ დრო დავხარჯე და რაღაცა, მაგრამ ამ ეტაპზე ვეცდები რომ ყველანაირად გამოვასწორო ის სიტუაცია, რაც ჩემს სამსახურში არ მომწონს და როგორც კი რამე სამსახური გამოჩნდება ისეთი რომ მე მომეწონება, თუნდაც 800 ლარი იყოს ანაზღაურება, 800-900 ლარი რო იყოს, თავარია იყოს ისეთი სამსახური რომ მე მომეწონოს და ეგრევე დავტოვებს ბარს და წავალ იმ სამსახურში, რა სამსახურიც გამოჩნდება, მაგრამ ამ ეტაპზე ესე მე ვარ სამსახურზე დამოკიდებული და ჩემს ესე ვთქვათ ხელფასზე, იმიტომ რომ ჩემი შრომით გამომუშავებულ ფულს ესე ვთქვათ მე როგორც მინდა ისევ ხარჯავ რა. ამიტომ დროებით ვაპირებ რომ დავრჩე რა სპარში და თან ვეძებო რაიმე უკეთესი სამსახური, ჩემთვის შესაფერისი. ესე იგი უკვე ესა კარგად მობნელდა, თან გაწვიმდა და ისეთი ის არის რა ქვია სასიამოვნო ამინდია და თან სიმშვიდეს ვგრძნობ რაღაცნაირად როგორც იცით საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ, იმიტომ რომ აი რო ვიცი რომ დასვენების დღე მაქვს და ვისვენებ და რაც მინდა ის შემიძლია ვაკეთო. აი ეს არის ჩემთვის დღევანდელი და ხვალინდელი დღე არის ჩემთვის თავისუფლება და რაღაცნაირად ძალიან სიმშვიდეს ვგრძნობ რა და კარგია რომ ცოტას დავისვენებ. ვიცოდი ესე რომ იქნებოდა, უბრალოდ ძალიან გადაღლილი ვიყავი და მაგიტომ მეფიქრებოდა სამსახურიდან წამოსვლაზე, მაგრამ ვიცოდი რომ დავისვენებდი, აღარ მენდომებოდა სამსახურიდან წასვლა, მაგრამ მაინც მინდა. არ ვფიქროთ რომ მინდა ამ სამსახურს თავი დავანებო, მაგრამ უბრალოდ ამ პერიოდში იმიტომ არ ვანებებ თავს ამ სამსახურს, რომ ჯერ რამეს ვნახავ და მერე დავანებებ თავს სამსახურს. ეგრე აჯობებს. წავედი ახლა გავაგრძელებ წამოწოლილი TikTok-ის სკროლვას.